ჩვენი შეკვეთა. უნდა იყოს ფრი. Правильно. Ай. Тетаси. Ცოტა დედას დავუტოვეთ, ეს შეიყარა. ეს დედას ცოტა, ხო? შემოწმე. ჩემი მოწმა. ორი საუნარი. საშუალო. აშკარი. წიწაკის გარეშე და მეორე არის წიწაკი. რატო შევუკვეთე და აქცია იყო. 19 ლარად იყო ორი. ორი საშუალო, მე საერთოდ პატარას უკვეთავ ხოლმე. ეს მაინმე კაია. კიდე? ხალჭრა? მოდა შევკა. წვიმიან ამის. აღარ შეჭმელი უხდება. ჯემთვის თაფლივი საჭმელი არის შაურმა. თუ წიწაკის გარეშეა. ამდენი ხანი არ მიწამია. ნაყიდი შაურმა. სახში ვაკეთებდი ხოლმე. სახლის ძალიან მეყვარს ჩემი გაკეთებული, უბრალოდ იმას სხვა გემოვხ, ამას სხვა გემოვხ და ზოგჯერ არის რომ ეს მოგინატრება. სიმართლე გითხრათ, როლები მერჩია. ორი თალიეს იყო 19 ლარად. მაგ ბაზად ვერაფერს წესიას როლს ვერ შევუკვეთავ. და რომ შევუკვეთავ, იკა არ ჭამს, ევა არ ჭამს. ვინც ჭამს ისინი არ არიან. და თან პატარა ასეთი არ უნდა შევუკვეთავ. ყველა როცა სახშია მაშინ და ისეც ხვიყვარს და 4 კაცზე მაინც. ვფიქრობდი KFC-ს, შაურმას და როლებს შორის. კიდევ ვფიქრობდი მწვადი შემეწვა აეროპორტში. ამი მოხოცია. მაგრამ ამის ფასი ძალიან მომეწონა. ამას ახლა ბოლომდე ვერ შევჭამ. შევინახავ, და ვერ შევჭამ. ამ მთელი დღის განმავლობაში შევჭამ. იმიტომ ვამბობ, რომ ნაყრევანების ხსნება უკვე წამოვიდა. თან ბავშვს ხომ მოუჭერე. და ნახეთ. რამდენი ხორცი აქვს და პლუს ეს მაიონეზი ცოცხლიანია.
აქ ახლოს ერთ გააკეთეს, იმის მერე მალე მოაქვს. გამიხარეს და ქართველმა მოიტანა, იმიტომ ჩემთან ვერ აგნებენ და რო ვუხსნი, იმათ არ ესმით, მე არ ვიცი როგორ დავუხსნო და ისინი იტანჯებენ, მეც ვიტანჯები ხოლმე. ყოველი გამოძახება სტრესია ხოლმე. ძალიან ვაფაზებ იმას, რომ უცხო ქვეყანაში ასე მუშაობენ. ძალიან დასაწყისია. ან ისე რომ ენაც არ იციან.